და როგორ იტკივა დილამშვიდობის ძვირფასებო. როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? რატო ესე მტრიანი ეს გაზი? ახ მამა შენი ლობიანს გააცხელებდა დღეს დილით და იმის გაკეთებული. ლობიანი? აგერა ლობიანი. იმის გარდა იყო ის ცოტა გეგას დაუტო. არა ჩვენო ეხარეთ. ხახახაჭამეთ. მოკლედ ესე ჩემო ძვირფასება მიყვარს ეს კაბა. ძალიან მიყვარს. ხოდნა გრძელი რომ იყოს, სულ ერთი თითით. მაგრამ არა. ესეც კაია. და არ გახუნდებოდეს უფრო მეტად. მოკლედ ეხლა ამაც ფაფას გავუცხელებ. არი ჩხუბოთ. თორე გავბრაზდები. ასე. კარგი. გავასთან. კი. წვენიც აქვს. და ყველაფერი. დაუთქმია. მოკლედ წვიმიანი დღე გვაქვს. თან საშინლად რო წვიმს. თორე სხვა არაფერი ისეთი ძალიან წვიმს მართლა. ამის მარჯვენა მარცხენას ვერ ვიგებ. ხო, კარგი. ეს წავიღო გასარეცხად იქეთ. გასარეცხია. გოდე. გახდება. მანქანა რეცხავს, მაგრამ სად გავფენ და გავფენ ძვირფასებო გარეთ და მერე ცელოფანს გადავაფარებ. კი მერე თუ ძალიან წვიმს ცელოფანს, ანუ ხო გავშლი ესე თოქს ტანსაცმელები რომა გაფენილი. მერე გროვდება რა წყალი და გადასასხელად მერე ქვემოთ სახურავი რო არის ძალიან ცუდი ხმა აქვს. ხო და აბა სად უნდა წაიღო აი ცელოფნის წყალი რო აიღოს, სად უნდა წაიღო, სხვა გზა არა მაქვს. რა თქმა უნდა ქვემოთ უნდა გადავასხა, არავისი არაფერი არ სველდება, უბრალოდ სახურავზე ისხება და ცუდი ხმა აქვს, ეგ არის. გუშინ დავაკეთე ესე. ხო და როცა მოულოდნელი არის, ხო იცით. ჩავსახელათიას მე ვარ მეთქი ცელოფნის წყალი. გადმოვასხი თქვენ, იმიტომ რომ არ ვიცი აბა სად წამეღო. აი. ესე ყველი არ იქნება მე და გადავწვენდოთ. ეს გუშინ ლობიანები გამოვაცხე. გავაკეთე. 3 ცალი ლობიანი გამოვაცხე. ხო და ეხლა ავაკეთოთ ფაფას მერე შინდელი სიმინჯი გასარეცხელი არაფერი არ მაქვს. ამას ვერ გადავყრიდი და ჩავდებ რამეში პატარა ციხაში.
სიმინს რო გიხშავთ. ფაფას რო შეჭამთ. მაგის მერე უკვე მზად იქნება. და სიმინს ბევრი ხანი არ სჭირდება? ფაფას რო შეჭამთ, მერე შეჭამთ. საერთოდ ესა? ლარა ვიყიდეოდები გომარა. მეგონა რომ საფერიდან წავევა. სოფელში სადაა ჯერ წაროები, ვერენ. ჯერ არა სოფელში, არა სიმინდის. ზოგს აქ, ზოგს არა აქ. ჭყინდი არ არის. თქვენც მიხვდებით, ნახეთ. არ ვიცი, ძალიან ხმელი წამოუღია, მე მგონი ამ კაცს. ის მამას დავახვედრო, თქვენ აგერ ჭყინდი რომელიც იქნება, იმას გაჭმევთ. რა არის ჭყინდი? უფრო კაი კბილები, რომელსაც აქ, აი, რძიანი. ეს კბილებია? ვაიმე, არა გავს. გავს. მერე და როგორ მიყვარს ვერ წარმოიდგინე ხალხო. ჭყინდი? ძალიან მიყვარს. სულ გიждდებოდა მამაც ჩემი. სულ რო ხარშავდი. ამას შენო როგორც ჭყინდი ისე შეჭამო და მერე არ გვექნებაო სიმინდი. ჭყინდია? ხომი რომ გიყვარსო. ჭყინდია? ხო. და ერთს და ორს კი არა იმავშვებოდი. ჭამდი რა. დუგირა. 4 ალბათ ან 5 არ ვიცი. ჭამდი. სულები. ბავშვობიდან მიყვარდა ჭამე. ჭყინდია? მართლა. ჭყინდია? და არა ჭყინდი. დედა ჩემი გზახდა მართლა რომ ამაზე გენიალად გასასწრელი ბავშვი არ უყოლიაო ჩემზე. დედა. ეს ჭყინდია? კი, ჭყინდია. აჭამე და დაიძინებდაო, всё. არაფრით არ შეგაწუხებდა. და ესეთი გოდე, თუ რამე არ სტკიოდა, არაფრით არ შეგაწუხებდა. რა თქმა უნდა, თავიდან სავატყრობოდან რო გამომწერეს თითქოს და სახლის უცხოობა ქონდა თუ რა იყო არ ვიცი და ვაიმე 3-4 დღე გაგვათენებინანი ერთმანეთს ვენაცვლებოდით მე და მუხა. ფეხზე დამდგარი, აბა არ გვიძინა ვინ გაძინებდა, მე ამას თელი დღე ეძინა და ჩვენ კიდე სულ საქმე ვინ დაგაძინებდა დღისით. ვინ დაგაძინებდა საქმე უნდა გეკეთებინა. ჭყინდია. იქეთ ვიყავით ჩვენ ხაზბებიასთან თორე. იმასთან არა, ჩემ დედამთთან არ ყოფილა. ხო და ესე იყო ჩემო კარგე. ამას დღე ეძინა გემრიელად. ამეს შენ საფას 3 თუ 4 ხამე გაგვათენებინა მეტი თუ არა. არ ვიცი. სუსტად დიმაც ეგრე იყო. გოგო, მუსიკა არ მინდა. ეხლა ის რო დააკ. არ მინდა რომ იძახოდე, მუსიკა არ მინდა, არ იქა გამორთეთ. მაგრამ არანაირად არ მიწყობენ ესენი ხელს. მაგიტომაც არის რომ მეზარება ხოლმე მოსვლა. 5 ჭყინდი. მართლა. გუშინ წინ მეორე ვიდეო, რაღაც ვიდეო გადავიღე და ყველა წავშალე. არ დამიდია. არც გადამიხედავს ისე წავშალე, იმიტომ რომ სულ სიმღერები იყო, ან ესენი ჩხუბობდნენ და არ მქონდა მაგის თავი და ეხა მაგასაც ჩაუწიე, იმასაც მუსიკები აქვს, ბიჭო. კარგი, ეს აივანზე დადე. ისეთ ადგილზე არა, იქ საზამთრო მიდევს უნდა მივცე სხვაზე იქ დადე, კარგი? საზამთროს ნარჩენი წვიმას რო გადაიღებს, ჩავიტან და მივცე. კარგი, გავიგე.
სად მაქვს ბანანი გაქვსო? ბანანი. არ მაქვს. უში რომ მოიტანა მამაშენმა არ გინდოდათ და ეხა მე დაგიხატავ. მე მინდა. ეხა რა მაქვს? გამიწიე წყვილწვეთები არ მინდა დავაწვეთ უცებ უნდა ჩავდი. დედა, აჩქელე. მოუხარშო უნდა. მოხაშო. ნუ მოხაშო ჯარა გალერენა იქნება. აი ბაშება. შენ ვაკეთებ სიმინც ხარშა. სიმინც ჰავშა. ნორმალურად ილაპარაკეა და აი საერთოდ არ მინდა რომ ისეთებს უყურო რა არის გოგო ლაპარაკის ისიც შეცვალე. ღმერთო დიდებულო. როგორია გოგო რო საუბრო? ნორმალურად მოყევი? ალა. ალა. აი რო ბრაზდება კი აქ ძალიან გემრიელი საუბარი და ისე რაღაცეებს უყურებს. ბავშვების რაღაცნაირი საუბრები არ ვიცი საიდან მოძებნის ხოლმე ესეთებს. ხო და ეგე საუბრობს მე რა იმეთ იმაზე ტონალობაზე თუ არ ვიცი რა უნდა უწოდო მაგას როგორც ისე ისაუბრობენ ის გადმოაგდა მერე კიდე საჭირ საერთოდ არ გეტყვის რაღაცნაირად იმას გიშვება სანამ მამამისი არ ეტყვის ილაპარაკე თორე არ შეგისრულებო მერე დაიწყებს საუბარს აი მუნჯუ რაღაცეებსაც რო უყურებს ის გადმოაგდა ეხლა რა მინდოდა ზე არ გამომიტანია ლობიო დამორჩალე მარა ზე არ გამომიტანია მომზია დავადე არ ქნადე არ მივარ ედიგო მოგეფერება ის და შენ ხარ ესეთი ის შენ რო უყან მაშინ მუხანის უთხარი იქნება კიდეს მეთქი რაღაცა მინდოდა გუშინ და ის მოიძიე მეთქი და ყველაფერი აურდაურებია მე უნდა ვალაგო საათობით და თვითონ წამში აურდაურებს გამომიგზავნა ის რა ქვია ახლა ასაკეთებ არაფერს ამას ვკეცავ გამომიგზავნა ხალხო მანიაკი ცოლიდან ნორმალური ცოლიო თუ რაღაცა ეგეთი ვიდეო არის გარდერობის დალაგებაზე რაღაცა დამწკრივებული რო არის იმას უწოდებენ მანიაკს და არეულდარეული რო არის მაგას ნორმალურს ხო და ხო ვიცოდიო მანიაკი ცოლი მყავდაო აი No, Gega. მოგიტომ Something. მე ნარეკიან ყავას ვერ მომიდურებენ ამიზარენ და ესარება კი არა მე მგონი ერთი კოვზი მაქვს ჩემთვის ვადუღებ ყავას ჩვენთვის ფაფას ვაცხელებ და სიმინდს ხარშავ ჯერ ფაფა უნდა ჭამოთ ვინც არ შეჭამს სიმინდსაც არ ვაჭმევ ო, კაი, შენ ფაფა შეჭამ. ხო მე მინდა სიმინდი. ჯერ ფაფა მე სიმინდი და მე არ ვიცი შენ დაელოდი მედიკო, სიმინდი ჯერ არ არის, შენ თავს ვიცავად და რო იქნება გეტყვი. მათებშები უნდა ვიყიდო ცოტა აი ისეთ იმის მსგავსი ამ იმისთვის რა ქვია ფაფებისთვის ძალიან ისეთი საჭმელია კი განიერია ის თებში დიდი მაგრამ კოუჩით ასაღება ეს ტაფარ დაიკეთა
იმ კაცმა ხელი ამ კაცის მეძახო და ლობიო მაქვს მე ეს რო გარღვება ცომსაცმოვზე ლობიანისთვის განსადებული ლობიც მაქვს მაცივარში და მოკლედ ჩემი წყალიც ადუღდა კარგა ხანია დიდია, მაგრამ რამდენი წელია ეს თებშები მაქვს. რა გიკვირსო, ძველებური თებშებიც ხო აქვთ ხალხს, მაგრამ მე რატომ მიკვირს და სულ ყველაფერი ძალიან ისეთი ხელი მაქვს, მეც მიწყდება ხოლმე და ეხა მივედი და უბრალო ყვავილის ქოთნებიო ისე რომ აჩუქა დათემ იმას დავუდე რამოდენიმე და სანამ ქოთნებს მე შევიძენ კარგი გეგა და შენ ისა გოდე დაგისხით გავიკეთებ Deda, ის ხალხი არა. დაგიკეთე, ორი კოზი იქნება. იქნება ორი კოზი მე რამდენსაც ყრი იმის მიხედვით მეტი არ იქნება ორზენი. Შოკოლადა ბაშება. წესი რა დილაპარაკე მეთქი გოგო. შოკოლადა ბაშება. აი ესე. ჩვენ ვაკეთებ. რას ვაკეთებთ? Pinis. Siminდის. Siminდის. რა თქვა? Siminდის თუ რა ვიცი რა ასაკეთდა. ბიმინდის. მიდი დაჭექი გოგო. ჭამ. გეგა. ო. აბა დადე მაგ ტელეფონი შენ. არა. გოდე, კაი შეშვიდა, შეშვი. გეგა თვალები გექნება და არა. არა, არა, თითალი გექნება. სუდი თვალები გექნება უთხარი. სუდი თვალები გექნება. ჩაუწიე ბიჭო, მუსიკა არ იყოს, თორე გავბრაზდები. მუსიკა. მუსიკა ესერდა. დიდეს გოგო. რა თვალები წითელი მაქვს? რა კაცო არ ქონდა იმდენ ხანს, მაგრამ გამოყენებული ხდება. მოდი და ტელეფონთან მოწმდა ამა. What did you do? They might smell papas. დინდა? დაჭექიდა. ახო ხეთა. ტელეფონით არა. სად არის? ნონოს მივეცი. იქ არის. ნონომ წაიხო. ეხა უდადა. აიგა, მათი ვარდე. ო, ვაიმე ნუ დამახშვეთ, დამანებეთ რა თავი. ტელეფონი მინდა. იმედია ისევ ტრაკი არ გამოუჩნდა და ნორმალურად ავიდა. ჩემი კომათალი. გოდე ტანი გაასწორე ისე ჭამე, გეგა შენც. ადაც ხელია და დაელოდე. ესე ვერ გაჭმე. დუღარეა. გუშინ ყველამ შენიშნა ჩემი მომატება. მომატებული ხარო და კითხო ეხარაზე დავმალა. მომატებული. ჩემები მაჯავრებენ.
ფეხცი ვერ თარიყო და არ მალავდეო და ადასე რომ ვიყავი ფეხცი მე დმალავდი. არ მithქვია სალამოცელი არ შემეთხო ძალიან სადღაც მე 5 თვეში ვიყავი რომ ვთქვი. ხო. იმიტომ რომ ჯერ ერთი რო ყავს მეორე რადგინდაო რომ იძახიან ხოლმე ადამიანები. ნუთამაშო, მარტო უყურე. აქედან გამომდინარე იყო რომ არ მინდოდა ვინმეზე თქმა, იმიტომ. There you go. დედა. ჭამეთ კარგად ბოლომდე. ხოდა არ მალავდეო კიდე. What you do? არა მეთქი მეუთხარ. Yes, of course. They watch YouTube. Jummy Nana. დედა სიმღერა ჩართო. და რა გულოლები აქ. აი ზანაფხილია სული. თავარცხნილი აქ ხალხოთმა. Oh, that's your favorite. წოხერად დავბანე. მაშინაზე დღეს დილითაც მეც და აი ეს ხმა. აუ შეშვით არა უწევს. ესე იგი ხალხო რა კარგი ყოფილა ის პანტენის შამპუნი. ორი დღე ადამიანია თავი ხო ვთქვი. ესე იგი მუხანის არ უყარს ხოლმე ესე თმა რომ უფრიალო ცხელია ჯერ. ხო და გუში მეუბნება რომ რა კაი სუნი გაქო თმაზე. ხოდა მოეწონა პანტენი, მაგრამ არა, პანტენი ჩემია, შენ იმითაც კარგად ძალიან კარგად იბანთქვისო და ყოველდღე იბანს მოხარ. და ისიც ყოფნის მეთქი, ჩემი მორჩენილი რო იყო ელსე. და ეხა კიდე რა უნდა გითხრა. მე რომ ტემუდან გამოწერილი საპონი ვაჩვენე, ხო იცი თავის თეთრ რაღაც ჩასადებშია სამკუთხედი მწვანე საპონი ხო ვთქვი. აი ეს რო ვაჩვენე, ძვირფასებო. მაგით თავი ერთ-ერთჯერ დავიბანე მე და არ მომეწონა თმისთვის, იმიტომ რომ ძალიან გამიუხეშა სავით, ესე ვთქვათ. ხო და არა უწიოდე. ედედიკო ისეც გესმის ეხა და ჭამ. ხო და გუშინ თურმე საერთოდ თუ მივდივართ ხოლმე საპონს 3-4 სყიდულობ ხოლმე, მაგრამ არ აღმომაჩნდა ერთი ცალიც კი. და რა ვქნა, ბანეში შესული ვარ უკვე და მივიხედე გამახსენდა ეს ჩემი მწვანე საპონი რომ მაქვს. მე მოხაწევიდა და მოიტანა ქალაქში, მაგრამ მე მაგ მწვანე საპონით დავიბანე, ბეიბით არ დავიბანო არ მინდაო და მე რო ნახარო, აი არაფერი არ შედება. ხო მოусმევ, არც ხეხვა გლეჯვარო, წვალობდი, დინს ზურგზე რა ვიცი. უბრალოდ იმ ნაჭრიანად მოусმევ და ხრიწინი გააკკანს. ანუ ძალიან ადვილად აშორებს თუ რამე მტვერი გაგან რაღაც. ანზე არ აქვს მნიშვნელობა. ისე კარგად ბანს, ისე კარგად რომ აი ეს ყოფილაო ჩემი, ანუ საჩემო ყოფილაო მუხრანი მე ხა და ეხა ის მოუნდა. წუხელ ტემუზე მაგაზეძებდა მთელი ის რა ქვია 10 ლარად თუ 11 ლარად არისო ეხაო და არა მეთქი, იმიტომ რომ მახსოვს მე მგონი 8 ლარამდე არ მახსოვს რა მივეცი ვიდეოში ვაჩვენ და იქ ვამბობ, მაგრამ როგორ მოუძებნი ეხა მე მაგას ვერ მოუძებნი ვერანაირად, მაგრამ არ მახსოვს 10 ლარი. ხო და მოკლედ წვალება არ მომიწევს. ძალიან კაია ის ვაყიდიებ მაგას, მაგრამ იმდენი ის აქვს ქაფი და ადვილად დამთავრებადია მე ვფიქრობ, იმიტომ რომ სიამოვნებს რომ სულ იბანო მაგით. ძალიან მაგარია. ძალიან.
ხო არ გეტყოდით, რამე ისეთი რო იყოს არ გეტყოდით. არ ვიცი ხა ის ტანისთვის არ ეწერა, თმისთვის წერია და თმის გასაზრდელად ან თუ ვინმეს თხელით მაქვს გასახშირებლად. მაგისთვის, მაგრამ მე ტანის დასაბანად ძალიან მომეწონა და ძალიან მაგარია, ამიტომაც არის რომ გიზიარებთ და გეუბნებით რომ მართლა კაია. ფერებში ყოფილა კიდევ ნახე წუხელ ტემოზე წითელი ფერის. Milk. Look, there's right under the milk. მაინც მოვიწიე. See? და ესე შემოკარგებო. ეხა Armada. ერთი სული მაქვს. როდის ვუყიდი ამათ და მოვისწვენებ რომ აი ყველაფერი ნაყიდი მაქვს და საფიქრალი რომ არ მექნება რომ ეს საყიდელი მაქვს თქო. ერთი სული მაქვს. გასვლის და ყიდვის. ხელფასობის დღის მოსვლის. კიდევ კაი გასვლის. ასაცნელი არ დამჭირდება, ერთხელ ფორმას ვიყიდი და всё, ეგ არის. ორი შარვალი და ერთი პიჯაკი ყოფილა, მარტო დამჭირდება პერანგი. პერანგს ვიყიდი და შიგნით თეთრი მეიკები კი მაქვს ბევრი, მაგრამ ახლებსაც დავამატებ. და კაი იყო. თუ გინდა კიდე დაგიცხა. იქ არა დედა, ო ზეთიანში ჩადევიდე. კაი აწი იყოს. დაანებე. ძანე დედიკო თან, კარგი? გეგატანი გაასწორე და ისე ჭამე. ყოჩა ხდე, ჭამს. ფაფა უყვართ ამათ. მაგრამ უნდა იყვნენ მოშიებულები ცოტა. გუში ლობიანი მქონდა საზამთრო ნესვიც ის შოკოლადებიც იგდეს. არაფრით არა მოვიდა თათია. თათია იყო ქვემოთ. დანას family vlog. ჯერ ბავშვები ხომ ეძახიან დედა და თან მე რო ვაკეთებ აქედან ყველი ვარ. თავი დაბანებეთ ვაკეთებ ხო იცი და სულ დედას თუ გაიძახით თუ თათია ყოფილა ქვემოთ. მუხაიზემები გახედე შენ ერთი რა უნდათ მეთქი და გოგო თათია არისო, მაშინ უთხარით თათიას აქეთ ამოვიდეს. ხო და არაფრით არ ამოვიდა. როცა რაღაცა მაქვს მეთქი, თან რო გაჭამო, მაშინ არ მოდიხართ მეთქი. მე უკვე ეს დაჭრილი ლობიანი რაღაცები აქ დაუტოვე ბავშვებს გავისეირნოთო და კი ჭამდნენ მანამ მე სანამ ჩავიცვი რაღაც, მაგრამ მე ყველა ჩვენ გამოგვეკიდა და კი იყვნენ გოგოები ქვემოთ, მაგრამ მე აქ უკვე ამბავი იყო, არ ვიცოდი და ამიტომ არავისზე არ მithქია, ამოდი მეთქი, თორე საზამთროდან ნესვი და ყავას მე შევთავაზებდი, მაგრამ მართლა მაგიტო არ მithქვია, იმიტომ რომ არ ვიცოდი აქ რა ამბავი დამხვდებოდა. ესენი რო ჭამთ. ამნუ რო შეჭამთ მეთქი ბოლომდე აი რამდენი თქვენ გინდათ, ხო? მე მეთქი აიღეთებ, შევი ნიჟერაში ჩაყარეთ, მაგრამ რომ მოვედი არა ყველაფერი მაინც მაგიდაზე იყო. ოღონდაც მე გამომეკიდონ სადმე რო გავიდე 1-2 წუთით, 5 წუთით. გავიაროთ ცოტა რა იყო, 10 წუთი ვიყავი ალბათ გარეთ. რა არის აკრუქს რო დაარტყამე გარაფერი. თუ გინდა რომ გაიარო და რამე შედეგი გქონდეს ამ სიარულის, რომ მე არ მიირთვა საჭმელი. ჯობია ქალაქში წახვიდე ფეხით. იქეთაც და აქეთაც რომ ვბრუნდები ეკავა, ხო? არ მოკიდო, ვიცი, იტეხება, გამტყდარია, ვიცი და არ მოანგრიოთ, დაანებე თავი. კედლების ბზარს არ უყურებ. დედა, ამ თავისი როგორ გაიტეხა? იმიტომ რომ ცოტა სქელი ფენა ადევს დედიკო და როდის მოიცლივს პიძა შენი რომ ეს გააკეთოს. თან რომ მტვერი იქნება. მაგიტომაც ამას არ მოახსნევინებ ჯერ, თორე აქაც ეს არ კაი იქნება, დავტოვებ. აი ამას დავტოვებ და იმას თვიანად ისე ლამაზად მოახსნევინებ. დედასი! სილამაზი გოგო დედას. ესე ჩემო კარგებო წავედი ახლა მე. მოვალ დრო და დრო.
ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. დღეს არის მე მგონი 17 აგვისტო. ხო, მე მგონი 17-ია. 19-21 კიდევ 4 ბედნიერად.